საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს კვირაა და თქვენ უყურებთ ყველაზე მხიარულ გადაცემას ანეკდოტების შოუ. ესე იგი, არაჩვეულებრივი ბიჭები ვიყავთ, თან ჭარბი რაოდენობით, თავის საქმის პროფესიონალები, არაჩვეულებრივი მომღერლები, არაჩვეულებრივი ჯგუფი. მოკლედ პირდაპირ წარმოვიდგენთ ჯგუფი შარა. დღეს ახლა აი ამ მომენტში, ბოდიში ჯგუფი შარა ეხლა არასრული შემადგენლობით, ხოლო სიმღერების დროს გამრავლდებიან და ღმერთმა კარგად ამყოფონ. არასრული შემადგენლობა მოკლედ ლევან მებონია, გიორგი ძაძამია, გიორგი შანავა და ლუკა მებონია. ლევან მებონია, გიორგი შანავა, ლუკა მებონია და გიორგი ძაძამია. ალბათ გვარებზეც მიხვდებოდით, რომ 4-ვე კარენოიდ ფიდისელია და ლევან მებონია და ლუკა მებონია კარგი ძმები და კარგი ხმები არიან. ბიჭების ჯგუფს შარა ქვია. შარა იგივეა რაც გზა, ასე რომ ბიჭები კარგ გზას ადგანან. ზოგადად გზა დამღლელია, რასაც ვერ ვიტყვით შარაზე, რადგან ბიჭები ისე მღერიან, ნებისმიერ დაღლილობას მოგიხსნიან. მოკლედ მოიმარაგეთ პოპკორნი და გპირდებით კარგ ფილმზე უკეთეს სანახაობას ნახავთ. ეს რუსთავი და ანეკდოტების შოუა. შეგახსენებთ, რომ არა მარტო გზა, არამედ სხვაგან გადართვაც დამღლელია. დარჩით ჩვენთან. სტუდიაში. კეთილი იყოს ბიჭებო, თქვენი ფეხები. გადასარევი. გამარჯობა. აი გენაცვალეთ. ესე იგი ნახე, მებონია, ძაძამია, შანავა, მებონია და კახელებზე გაქვთ სიმღერა. რა დაგიშავათ სამეგრელო მამისთან? სამეგრელოზეც გვაქვს. სამეგრელოზეც გაქვთ? კი, როგორ არა. კაი, ეხლა გინდა რომ ეგრევე თქვენიანი გავხდე? აუცილებლად. პირველივე სიტყვით. ჩემი დიდი ბებია იყო ჟვანია. არ ვიცოდით ამას, თელ საქართველოს უმალავდით ალბათ აქამდე და რატო უმალავდი? ყველგან ვამბობდი და იმიტოა რომ ყველას უყიდა შენ სადაც მოხდები, რატო ამბობ რომ იქ აურიხარო და თქვენ არ იცოდით ამის შესახებ. თუმცა არ ვიცი ხა, მეგრული წინადადებაში მესმის და გინდება კარგად მესმის. ავარი რაღაცეები? ბიჭებო, საიდან ხართ? აბა რომ მითხრათ ეხლა და ჩვენ ვართ წალენჯიხის რაიონიდან. ხო, ჩვენ ვართ წალენჯიხის რაიონიდან. ყავს ასევე ორი ჯგუფის წევრი, გიორგი მაჩაიძე და ბაჩანა მელაშვილი, რომელიც შეგენაცვალე ძლივს რაღაცა ბალანსისკენ წავედი. რაჭველები არიან. გენაცვალე ჯიგო. და მოკლედ რა ვიცი, ბავშვობიდან ჩვენ 4 ერთად მოვდივართ. 4-ვე ერთი რაიონიდან. კი ბატონო, ერთად სახლში ვღეროდით და თქვენი პედაგოგი ვინ იყო? მურთაზ ციმიტია იყო ჩვენი პედაგოგი. ბატონი მურთაზ. ხელოვნების ქურუმი და რაც უკვე გარდაცვლილი ძალიან დიდი ღვაწლი. ანუ მან გასწავლა თანაბანა ამ ყველაზე კი ბატონო, მურთაზი. საერთოდ ესეთ რამეს ამბობენ, რომ ალბათ კი არა რაღაცა წლებიდან გამომდინარე მე რასაც ვისმენდი და ესა სწორია, რომ კახელები კახურს უფრო მაგრად მღერიან, მეგრელები, ასე შემდეგ. არის ხო ამაში სისხლი რაც არის ის უფრო თავისთავად, კი, რა თქმა უნდა. ყველაზე რთული სიმღერა ვის კუთხის არის თქვენი აზრით? ეგრე ვერ ვიტყვით. რთულად სამღერს ვიძახ. გურული. სხვათა შორის მე იცით რა ტენდენციას დავაკვირდი, კახელებს ძალიან უყვართ მეგრული სიმღერა და მეგრელებიც გიждდებიან კახურ სიმღერაზე რა. და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. კაცო, ჩემი დიდი ბებია ჟვანია იყო მეთქი. შენ ჟვანიობის გამო გიყვარს მეგრული სიმღერა, თორე იმიტომ კი არა. ჟვანია ხო, მეგრელია, რამე ხო არ მეშინე. კი. რასერჩია თავიანთ. რაღაც არ მოეწონა. ჩემს ლოგიკაში რო ჩაჯდე, ჟვანია გასაგებია, კი ბატონო, შენ ორმაგად გიყვარს ესე იგი მეგრული სიმღერა, ეგრე გამოდის. ხო ესია. ამოდი ჩემსკენ წამო. მეგრული გამოსავალი ვიპოვე ეგრე. სორია. ხო და შესასრულებლად ძალიან რთული არის ჩემთვის პირადად გურული სიმღერა, იმიტომ რომ რაღაცნაირი აი შინაგანი ჰარმონიულად კი არა, უბრალოდ აი იმდენად იმპროვიზებაზეა დამოკიდებული, რომ ძალიან შიგნით არ გძნობს სისხლში, ძალიან რთულია რა. ამიტომაც, თორე ყველა რეგიონის სიმღერა მოითხოვს სპეციფიკურ მიდგომას და თავისებურებას, რა ვიცი.
იცი რა მაინტერესებს, თქვენ იქით რამდენად ახალგაზრდობა კიდე არის მოწადინებული ამ ფოლკლორს რა? თქვენ ხო არა გაქვთ აი პედაგოგობა ხო არ დაიწყეთ, გუნდი ხო არ აკავთ ბავშვების? სხვათა შორის ერთი წელია რაც ვასწავლი ბავშვებს, ახალგაზრდებს რუისში, პირველ საჯარო სკოლაში და ქარელში, ხალხურ საკრავებს და ხალხურ სიმღერებს, ანსამბლს ქვია ქართა, დიდი სიყვარულით მოვიკითხავ აქ. რა ქვია? ანსამბლი ქართა. ქართლი. ქართლებს მაგარი ხალხია გიждები. თქვენც რაღაც ლევანიც მეც ვასწავლი იმას სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სამუსიკო სასწავლებელში, ჩიტაიას ქუჩაზეა, ხუთაშვილის აქვე არის თბილისში. მარჯანიშვილზე, მაგრამ შენ ლუკა საერთოდ გაცდი ხო? შენ ვისასწავლე? მე ვასწავლი ვილნიუსში, მოკლედ ქართველი ემიგრანტებისგან არის ანსამბლი ჩამოყალიბებული ანსამბლი ფესვები, რომლებიც არიან ლიტოვის ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის ცენტრთან არსებული ანსამბლი, უმცირესობათა ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის ცენტრთან არსებული ანსამბლი და ღერით ქართულ პოლიფონიას, ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს და მოკლედ აუცილებლად გადაცემა მოახდინეს. არა, პერიოდულად ჩავდივარ გეგმიურად წელიწადში 3 ჯერ და დისტანციურად გვაქვს. ამის გამო ჩადიხართ ხო? კი, ამის გამო ჩავდივარ და ამავდროულად გვაქვს საერთაშორისო ფესტივალები, სადაც ქართულ ანსამბლებს უწყობთ ხელს, რომ ჩამოვიდნენ, იმღერონ, წარმოაჩინონ თავიანთი კულტურა, შემოქმედება და მოკლედ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. აი, მეგრული ალღოა სადაგა გაჭირდა. დისტანციურად სიმღერას ასწავლი. ფულს ხო სხვათაშორის კი, როგორ არა, პანდემია. ოღონდ არა, მაგაში არა, სხვა რაღაცაში მიხდია. სხვათა შორის პანდემია. ბიჭო, არა, ეგ სხვა რამეა, სხვა რაღაცაში ხა დეტალებში რომ მოყვე, მე მეთოდისტი ვარ ერთ-ერთ მუსიკალურ სასწავლებელში და იქიდან მაგ ხელფასი, მაგრამ ეს არის უფრო მეტად რაღაცა ქართველურ, ესე თქვა, დამოკიდებულებაზე აგებული ურთიერთობა და ანსამბლი და ეს ხუმრობთ ეხა ჩვენ ხო ისე გადაცემაში ვართ, რაღაცა უნდა ვიხუმროთ. ხო, ხუმრობამდეც ხო ჩვენს რაიონში კიდევ ანსამბლი აგზელებს სიცოცხლეს, დათო გირგვლიანი არის ხელმძღვანელი ამ ანსამბლის, მოდის ძალიან კარგი ახალი თაობა, რომლებიც კარგად ღერიან ქართულ პოლიფონიას, საგალობლებს მათ შორის და მოკლედ მინდა რომ დიდი წარმატებები უსურვოთ, ბიჭების დამეთანხმებიან რომ სასწაულად მუშაობს ეს კაცი. წარმატებები ჩემს. ყველაზე რთულად სამღერი მეგრული სიმღერა. ვიცი, აი თუ არაფერი არ გიწევს. არა, ანუ ეგრე არ არის. თქვენ რას ფიქრობთ? მაშინ ყველაზე საყვარელი შეიძლება. რომლის მღერაც გიყვართ? მე პირადად გამოვარჩევდი მეგრულ ნანას. ასეთ ბანალურ პასუხს არ თქვენთან რა სიმღერები გაქვთ დღეს მოტანილი? ყველას უყურს მაგის. თქვენთან ვიმღერებთ კახეთ მაუთხრა სტუმარსას. კობა ხავაზიშვილის ტექსტი არის ამ სიმღერაში და მელოდია კიდე საკმაოდ ცნობილი მელოდია არის იქიდან. კი ბატონო და ბატონი ჭაბუკ ამირაშვილის არანჟირებით არის. და კინოფილმიდან რო არა? ხო, ისა რა ქვია კაცი? აი, ხმამა ხმამა ფანდუროს ის არის რა ქვია ინტერპრეტაცია და მეორე სიმღერა არის ჯანაია, ესეც ყველასთვის ცნობილი ჩვენებური. ხო და კახუროთი დავიწყოთ, მაშინ ხასიათზე რომ მოვიდეთ, თორემ ჯობნით უკვე. დავიწყოთ კახუროთი. და მე განვაგრძო. კი ბატონო. ევი ბიჭებო, არაჩვეულებრივი, შეგენაცვალე. რაღაცა ახლა უმცირესობაში მეგონა, თავი და უმრავლესობაში აღმოჩნდი ფაქტობრივად. მე ძალიან შინაურებით აღმოჩნდით ამასობაში. კი. მოდი ბიჭებო, ჩემი დღევანდელი გადაცემის თემებს გეტყვით ამასობაში და მე გაგაცნობთ რა ხდება. დიდი არაფერი. მოკლედ ადვილია ყველაფერი. ცხოველები, მეგრელები, კახელები, ქალაქური, კახელები არა გვაქვს. ცხოველები, მეგრელები, ქალაქური, ნადირობა, გურულები, ღალატი, სვანები, სპორტი და ოჯახი. ეხლა გინებავთ ანეკდოტი მოყევით, უფრო ისტორიებზე შეიძლება და მოკლედ აქ სანერვიულო არაფერი არ არის. 3 რაუნდისგან შედგება. 50 ლარია პირველ რაუნდში, მეორეში 100 ლარი და მესამეში 200 ლარი. საერთო თანხა არის 350 ლარი, 6 კაცს ხშირად ვამბობ ხოლმე ხინკალზე გეყოფ. არა, მეტი არ აქვს. მეტი არ მაქვს. აი თუ მოვამზადე იუმორში დისტანციურად ბავშვები. მერე იქნება. რომელია იუმორის ვის პრო კლიმატიენა?
გიორგი და ლუკა მე არიან. ვერ ვიტყოდი ეგრე ლევანის უფრო, მაგრამ თუ გინდათ ბავშვობიდან აი ლევანის ყოველთვის გამოვარჩევდით რატომღაც, იმიტომ რომ რაღაც მოყოლის თავისებური კარგი. ეხლა ესეთ მოდი ესე გავაკეთოთ, მაშინ ეხლა ტექნოლოგიები წინ წავიდა. ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვოთ თემა, გავანემოთ მაგ პლანშეტს თავი. ვთხოვოთ, აბა გვაჩვენეთ რა თემაა მოვა და პირდაპირ თქვენ დაიწყეთ მაშინ. ჩვენ? კი ბატონო. აბა გთხოვთ. ნახოთ თემები. საინტერესოა, საიდან და რა იქნება რა, მეგრელები გახსნის, რატომღაც გული მიგზნობს. აბა, ვაიმე, ყოველები. ცხოველები, მე ფრინველებსაც ჩაგითვლით. სანერვიულო არა გაქვს. წერები, ფრინველები, წერები, ფრინველები, რას დაფრინავს? დამოუყვე. აბა დაიწყე. აი დავიწყებ მე მაშინ. დაბარა. მიდი. ნუ ერთი გაჭირვებული კაცია და ყავს პატარა მოზვერი რა, ხო? გაჭირებული კაცი. საფელში მცხოვრები გაჭირვებული კაცია და ბიჭო დაეკარგება ეს მოზვერი. დაკარგავს. და უყვება კაცი. წავიდა ეხა სოფელში დადის, ეძებს. ვერ იპოვა რა, არ სად არის. გამოკითხა მეზობლები, არავის არ უნახია. გადავიდა მეორე სოფელში, იქაც ეძებს, ვერა ყვალი არ არის არს. მესამე სოფელში გადავიდა, იქაც ეძება, მოკლედ მოზვერი არ ჩანს არსა. ბიჭო შემოაღამდა რა და ტყეში არის სადღაც უღრანი ტყე არის. და უკვე ეშინია ამ კაცს, ძალიან გვიანია, სიბნელეა. და ძალიან შეეშინდა და შორს დაინახა რაღაცა სინათლე და ვიფიქრე თავ შევაფარებო და შეიპარა ჩუმად, შევიდა სახლი რაღაცა და კარი შეაღო, ოთახში შევიდა და ლოგინის ქვეშ ეძურა. თურმე ამ სახლში რა ხდება? უკან ეზოში დიდი სეფა, ქორწილი გრიალი და მაინც და მაინც სიძე პატარზლის ოთახში შესულა ეს აწყალი კაცი. ნუ მანდ ახლა სიტუაციები მორჩა ყველაფერი და შემოვიდნენ სიძე პატარზალი და დაიწყეს ეცენ ერთმანეთს. ინა დავამთავრო ეგ ანეკდოტა. აბა, რო დავამთავრო, მიდი. რამდენი შანსი მაქვს? შანსი გააქვს ახლა. რო გითხრა მოზვერს ვეძებ, დამიჯერებ, ხო? ეგ არის. ეგ არის? გამოიცანდი რა. უსამართლობა იყო. სვანაირად ის ამა. აბა როგორ ამთავრებდი? ანუ დაიწყეს ამ სიძე პატარზალმა თავიანთი საქმის კეთება და ბოლოს უკვე რომ მორჩნენ, ეს ქმარი ეუბნება რა. ეხა ისეთი ბედნიერი ვარო, საყვარელო, რომ ჩემ თვალწინო ესე არისო, სამყარო გადაშლილიო და თავს გამოყავს იქიდან ჩემი მოზვერი არსად ჩანცომად ვითხარი და ვიტანჭა. ეგ ხდებოდა რა. ეს კარგად მოათვალე, მოზვერი ხوارსა. კი. კაია, ხოშიანი. ხო, ჩვენ არ გაგვიკვირდებოდა რომ შეგწოდნოდა ანეკდოტი და მათ შორის ის ანეკდოტები, რასაც ეხლა ჩვენ შეიძლება პოტენციურად ხო, არა, ეს არაფერი ფავალია, კარგად ყვებით, თორემ მე იმდენი რაღაცები ვიცი, რომ მითხარით აბა თქვენ ცხოველებზე, ფრინველებზე. ჩვენ დავიწყოთ? მიდი. აი ბატონო. თქვენი ჯერია. ხა წარმოვიდგინოთ ეგ სიტუაცია, რომ სოფელში ცხოვრობს პაპა რა. 100-105 წლის არის. აი ცხოვრებაში არ გაგვირვები არაფერი ახლა ამას და შვილიშვილები იტყვიან რომ აღარ დარჩაო ახლა ამას სიცოცხლეო და მოდიო რა. ქალაქში წავიყვანოთ, იქნება რამით მაინც არა, გავაკვირვოთ რა. მუღამი თემა არის რომ აი ეს უნდა აკვირვონ ახლა ეს კაცი. ჩაიყვანეს რაღაც ქალაქში ჩამოიყვანეს, თბილისზეა საუბარი, ანძაზე აიყვანეს იქიდან ქალაქს გადმოხედა. ახლა ანძაზე აიყვანეს და გადმოაგდეს. იქიდან მე მეტროში ჩაიყვანეს, რესტორანი რაღაცა. კი მოწონს ახლა ამ კაცს ბიჭო ეს ყველაფერი, მაგრამ აფერი არ უკვირს ახლა. დიდი ვერაფერი ხო? არა. ამოდიო ზოოპარკში წავიყვანოთ. წაიყვანე ზოოპარკში, ნახა იქ სპილო ნახა რა, დათვი ტყეში, მაგრამ ახაცა. ხო და მოკლედ ვერაფრით ვერ გააკვირეს, გამოსასვლელი და ვოლიერი არის ბოლო კენგურუსი. აჰა. კენგურუს შეხედა რაღაცა და ერთი შეხედით მოეწონა ეს კენგურუ და რაღაცა მიაქცია ყურადღება. კენგურუსია ჩანთიდან ამოყუცე პატარა კენგურუმ თავი. ვახშენი დედო მე მანუყურა. რა არისო ბიჭო ესო? და აკვირდა ხა კიდე ამოყო, იმან ისე ამოყობს ჩაყობს და ვახ ბიჭო ჩამოждდა ძმაო. და ვეღარ იმასე. პირველად ნახეო ეგეთი რაღაცაო რა. რაო. ბაბუაო რამ გაგაკვირვაო? ეგრე გავდესო პირველად.
მოდი. არა კაცო, თუ იქნება, არის ნერვი. კარგი. მოდი ახლა აბა ვნახოთ კიდე შემდეგი თემა, თხოვოთ ხელოვნურ ინტელექტს. მე სახელი მინდა მოუფიქრო ამ ხელოვნურ ინტელექტს ჩვენ გადაცემაში და ბატონო, აჰა. აი, გასვიძა. ეხლა თქვენიც. კი ბატონო. კი შეხوار დაიწყებ თუ მე დავიწყო? დაიწყე და მე ხარტულ შემოგაშველებ ერთ. აი ბატონო. შეიძლება ეგრე რომ რიგგარეშე ხარტული შემოაყოლოს. გინა თამაშგარემო ყოლა თუ გინდათ, რამდენიც გინდათ იმდენი მოყევი. შეზღუდულები არა. მოდი ერთ მოყვები მეგრელებზე, ესეთი სიტუაცია არის რომ მეგრელი მანქანით მოძრაობს 200 კმ/სთ. ესე უდევს სპიდომეტრს. ხო და შუაიგი და პატრული. ახლა 100 ზავდა. 100 ზავდა აბა და ნუ ბევრი იმის შემდეგ ახლა დევნის შემდეგ როგორც იქნა გააჩერა რა იმანაც გადააყენა. გამარჯობა ესე და ეს რაღაც საბუთები. და ასე სადგეჩქარებოდაო ჩემო ბატონო. ახლა უბრალოდ აქ მანქანაში იმდენი ნარკოტიკი მიდევს ეს დროზე თუ არ მიუტანე პატრონს ყავს გამაძრობენ და გამიშვი რა აი იქნება. აუჩი. ნარკოტიკიო ბიჭო გადმოდიო საბარგული გახსენი ბაგაჟნიას თავი არ ახადო თუ ჩემი ძმა ხარ რატო კაცო მან 1-3 კვირის ტოპი წევს აი აღროლები თორე ახადე ჩემი გამიდის თუ გინდა ახლა ამან არცაცია ცაცხლა გადარეკა დამხმარე ძალა გამოიძახა ტერორისტი მყავს გაჩერებული გონიაო მოვიდნენ გადმოათრიეს ეს მანქანიდან მანქანა გაჩხრიკეს სუფთა კაცო ყველაფერი ახლა ამას მიუბრუნე პატრულის თანამშრომელს კი მარაო კაცო რატო გამოგვიძახეო რა იყო ამ ეს კაცი რატო გააჩერეო და ამ დროს მეგრელმა უცებ ახლა ეს იმასაც გეტყვით რომ 200-ით მოდიოდა ჯიგარი აბა ბიჭები ლუკა ჟანიჯერია მე კარგი გავცემ პასუხს მაგრამ ნუ ეხა ესეთი არ არის თლად მოკლედ ესეთი სიტუაციაა რა მეგრელი და სვანი დაეჯახებიან ერთმანეთს ოღონდ მეგრელის ბრალია ფეხით თუ მანქანით? მანქანით. მანქანით და აი ამ კამაზ სვანს ყავს კამაზი და ამ კამაზ ეგრეთ წოდებული კრილოს ფრთები რა, მოკლედ შეეღუნება რა. ხო და ფული მომეციო რა, ეს სვანი ეუბნება ეხა მთაში პოლიცია სად არის, სად მოვა უბრალოდ მანამ მოვა და არაო, კაცო, ფული როგორ მოგცეო შენო სახში რომ მიხვალიო გლუშიტელიდან შეუბერე და გამოიბერებაო ეგრევე. და კარგიო და დაუჯერა რა. და წავიდა და დილით ამ სვანის ოჯახს რაღაცა ესეთი ხმა აღვიძებს რა და გახედავენ და ეს სვანი მართლა მიდგა ამ კამაზს და ბერავს ამ გლუშიტელიდან და ძმა დაინახავს და ბიჭო რა შვებიო შენო შენ მართლა სვანოო რა ვერ ხედავ მანქანას ბერავ მერე ბიჭო მართლა სვანი ხარო წინა ფანჯრები გაგო ჩაბოწეულიო ჰაერი ეპარებაო მაგი როგორ გამოიბერებაო აი დამაწყდეს და არ დავიწყებას ერთ გავიხსენებ. დიდი. მეგრელზე. მეგრელი ხო, მეგრელის მონაწილეობს მან. მოკლედ ერთ კაცს აქვს დაბადების დღე. ხო და თანამშრომლები არის არ აღნიშნავენ, ფიქრობენ რა ჩუქონ ამას. ხო, ფიქრობენ და ერთი იტყვის რომ მოდიო კონიაკი ვაჩუქოთო რა. იო კონიაკი ვაჩუქოთო კიო, მაგრამ დალევსო და დავიწყდებაო რა. კაიო, მეორე იტყვის რომ მოდიო ის ვაჩუქოთო. იჯაკიო რამე ან სუნამო რაღაც სიტყვა. იგი გასაგებიაო, გაცდებაო და მაგას გადააგდებს და დავიწყდებაო და მეგრელი წამოყოსავ და მოდი ბიჭო ყველამ ერთად მაგას რა დავიწყდება. ხო შეიძლება მეც მოყვე ერთ მეგრელებზე კი. როგორ არა კაცო. აქ ახლა სამი პერსონაჟი არის ამ ანეკდოტში, სამი მონაწილეობს. სამივე მეგრელი. არა, ერთი მეგრელი არის. გურული და პირობითად იყოს აფხაზი. მოდი აფხაზი. აი ბატონო. ამბავში. გემი ჩაიზირა, გემი და სათადარიგო ნავით ეს სამი გადარჩებიან. ერთი წალი ნაგანი აქვს რა, სულ ორი ტყვი არის შიგნით. და საჭმელი ახლა სასმელი კუნძულზე რო გამოვიდნენ გომარეობა შეაფასეს და არის რომ ბიჭო სამივე ერთად ვერ გადარჩება ახლა აქ. ფაქტია ვერ გადარჩებიან და არა და მოდიო რა რაღაცა თამაში ვითამაშოთო ახლა.
მოგებულს დარჩება ყველაფერიო წაგებული წავა კუნძულის მეორე მხარეს თავს მოიკლავს და მოგებულს ყველაფერი ეს დარჩებაო და გადარჩებაო. კაი ბატონო და ითამაშეს პირველი აფხაზმა წააგო. მეგრელს და გურულს ას მოუგებდა. აიღო ნაგანი წავიდა. მეორე მხარეს კუნძულის გასოლის ხმა ისმის. ახლა გურული და მეგრელი თამაშობენ და მოუგო ბიჭო გურულმა მეგრელს ახლა. მოუგო ეს ამბავი და აქნას მეგრელმაც ახლა. ხო უნდა ჩააბაროს ეს. წავიდა კუნძულის მეორე მხარეს გურული ელოდება ზის. გასოლის ხმას ელოდება და აი გასოლის ხმაც გაისვა და ამან ამოისუნთქა. არჩა ბიჭო. კეზი გადარჩა. 15 წუთში მოდის მეგრელი. აქ გურულმა რო შეხედა გული გაუსტა. აქ რა გინდაო შენო? ჯიმა არ დაიჯერებ რა მომივიდა რა. ჯო რა მოგივიდა? ამცდა. ეხლა ვიყავით თაიში რამდენიმე ხნისგან და იქ მომიყვნენ 9 მაისს. მეგრელიო ომში რა. გერმანელი გადმოუხტაო ღამეო და ხენდეხო ხო და ხა. მოკლე არის, მანა ძალიან ასახავს მეგრული. კარგი, პირველი რაუნდი მშვენიერი იყო, როგორც ველოდებოდი, ეხლა ხალისიანი იქნებოდა თქვენთან ურთიერთობა თანკახურის სიმღერის მერე თლათ ხალისზე მოვედი, როგორც თავში აღნიშნე. მოდი მეორე რაუნდი გამოვაცხადოთ თანხას, ბოლოს გეტყვით რა. ჯერ კარგად ეხლა პირველი რაუნდი მაინც არ ვიცი რა იყო და ეხლა თქვენ დაიწყებთ და თქვენი თემა ამოვა ეკრანზე. გურულები. კი მოყევით ბევრი გურულებზე და ეხლა მთლად გურულებზე უნდა მოყვეთ. გურულებს. აბა გისმენთ, თქვენ იწყებთ. ჩვენ უნდა დავიწყოთ გურულებს. დიახ. ხო. ვაიმე. მოყევი რა გიურამე. ეცოდინება. ესეთი ხარტული რაღაც გამახსენდა უცებ. კარგია ხარტულები. გურულები ხო ხარტები არიან და გურული мама თავის ბავშვს წაიყვანს აბანოში. და ის ეს ბავშვი და უცებ აუცილებლად. ხო. წაავლებს ხელს. და მამის ხლებოდა ახლა დედა შენი ხომ იტეხავდიო ისე შეიძლება. თქვენ აბა გურული. გურულებზე მაშინ ერთი უთხრათ უცებ და მერე შენ გააგრძელე. მოგლეს ვეთქვი უცებ. კი, ხმამაღლა უბრალოდ. გურული სიტუაცია არის ესეთი ბაზარში. გურული ყიდის ლობიოს. ხო. და ერთ-ერთი კლიენტი მოვა და ამიწონია აუწონის, მაგრამ როგორ გინდო ეხლა მე შე სიტყვაზე რომ არ მატყუებო და გურული ნაღდი ლობიო არისო ესო და ეძამაო თუ გინდაო ყიდვაო კი იყიდეო და თუ არა და ეხლა შენ გული ზამლობიოს ვერც ყაბალახს ვერ გავუკეთებო და ვერც კრიმანჭულს ვერ მომღერებო და თუ ყიდველი ხარ იყიდეო რა გიდა ეტიო აბა ხო მოდი ჯერო ის გურიაში ხდება ხო კი გურიაში ხდება ამბავი რომ პოლიციელს მიყავს თხა და გასაყიდად სადღაც მიყავს კაცმა არ იცი აი მაგაზია ზუსტად ეგ ამბავი რომ გურული ეკითხება სად მიყავს აი ძაღლი ძამაოდა ისა ძაღლი კი არა თხა არის ეგ პოლიციელმა მე თხას მითხე ძამა ხო არ დაამატებთ რამე ერთი ისტორიას მოყვები ცოცხალ ამბავს მოყვები ეს კაია უკვე მომწონს ბირჟაზე დგანან ბიჭები და ახლა განხილის თემა არის ზოგადად ან პოლიტიკაზე არის საუბარი ძრითადებში ნუ ან სექსზე როგორც ხდება ხო ახლა ჩუბეკ ხუბები ეგ ხო იცი იმანო თქვა სექსის კარტები რო იყო ჩვენ ახალგაზრდობაში ვიდეოები არ იყო სანამ ვიდეო გამოვიდა და წინდებიანი და საათიანი კაცი რო აქტიურობდა ხოლმე მაგარი სექსის კარტი ჩამოვიდა ჩუმლაყშიო. უთქვიათ ბირჟაზე. ვის აქ? ვიღაცაზე უთქვიათ რა. იმას აქ, მაგრამ დამაგული აკლიაო. რათაო და სულ დაჭმუჭნული დადის, იგეთ ლამაზი ქალი ახატია. აბა ბირჟა ის ამბავი რომ გავაგრძელოთ პოლიტიკის თემა ამოწურული არის უკვე. და გადავიდნენ ახლა მეორე საკითხზე. და ერთს ეუბნე ეკითხებიან ახლა შენო
შენ სულთან დენჯერ შეგილია ხერ დღამეში 40 ჯერო რა აი ახლა 40 ჯერო მონანაირა მართლაო კიო დედას გეფიცები კიო აბა როგორო იქით აქით იქით ჩაკეთვალა მაგარი იყო. კარგი იქით აკეთ. კარგია მშვენიერია გადასარევი ნახოთ შემდეგი თემა და ეხლა თქვენ იწყებთ თუ თქვენ დაიწყეთ ეხლა თქვენ იწყებთ აბა ოჯახი აქტიურად მოყევით ეხლა ეგ ორივეში გადის ხო? ორივეში გადის. 100 თქვი მაშინ. ოჯახში ხო იცი ბირჟა ძველია მაგრამ მიყვარს მივიდა კახელი და ბიჭებო შაბათს არ დაეკარგო თუ მამა ჩემი წლის თავია და გავიხსენო თუ რასო ძლივს დაგვავიწყდა მაგის დედა აბა მაგარია ოჯახი ოჯახზე ხო არ იტყვი შენ თქვი რა ნუ ქორწილი ოჯახია სვანეთში ქორწილი ხო ხო ესენი ფავორიტი ხო? კი ბატონო სვანეთში ეხლა ტრადიციული ქორწილი არის ერთი ამბები და აი ჭიშკართან რო უკვე მოახლოვდნენ უიხსენება ეხლა სვანეთში სიმღერის გარეშე ქორწილი და ვისია დაიწყო უკვე აქ სიმღერა აქ ხანჯლებით ერთი ამბებია და ერთი სვანი რატომღაც გადაეკეტა და დაერია ამათ მაგას ეხლა თუ არ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე მაგითი ჩავუშალა ყველაფერი ზიაზე აია იცით კიდე რამე? ლევანის დაი თქვენ მოყევი და თუ რამე გამახსენდა მოყვები კი ბატონო ნავი ოჯახზე გადის ალბათ რომ ოჯახში არიან დაპატიჟებული მეგრელს დაპატიჟებს ერთი კაცი რა თავის ოჯახში და სუფრას გაშლის იქეიფებენ იმღერებენ დალევენ იხუმრებენ და საღამოს ხაწა წაიყვანს საძინებელში მოასვენებს დააძინებს აგანი თვალია მეგრელი დილი 7-ზე აღვიძებს ის არ ვიტყვი აღვიძებს ის და გაიღვიძე ბიჭო გაიღვიძა მეგრელმა და 1-0 ეუნება ეს რა 1-0 რას მეუნები ო რა 1-0 რაო და ამ დილითო ძალიან ადრე შემოვედიო და რაღაცა მომეწონეო და ჩმუთეო ჩმუთეო და 1-0 აიო და განახებო მაგასო და გავა დიდი დრო რა ეს დაპატიჟებს აქეთ სამეგრელოში ჩამოვა აქეთ და აქაც იგივე სუფრა სიმღერა კეიფი ეს ის და დილით ერთის მეგრეი და 1-1-ო რა ის 1-1-ო შენო გახსოვსო ბიჭო იქ ბერა გამიკეთეო 1-0 რო იყო აო ხო და ეხლა 1-1 არისო მეც იგივე გაგიკეთო არაო ბიჭო გეხუმრეო მაშინ 1-0 მაშინ 1-0 გამახსენდა რაღაც მაგაგვარი რა კიდე რა ეხლა მე ვიტყვი კაი თუ გინდა თქვი ჩავკეცავ მე და ხო მოკლედ ნიშნობაა რა გოგოს მხარე არის ეს ნიშნობა ოჯახში და მოკლედ სიმამრ მამამთილის ამბავია რა ეს თვითონ ეს გოგოს მამა ეუბნება ბიჭის მამას რომ მოდიო ვიშაიროთ ოღონდ არცად არა ვთქვათ ეს არის ეს სიტყვა დაიმახ keyword რა არცად არა ვთქვათ ხო და მოკლედო კაიო ბაზარი არაო არცად არა ვთქვათო და მოკლედ ეს გოგოს მამა დაიწყებს ბოჭკა დავადევი დავაწერე აო შენი ცოლის მინდა არცად არა თქვაო ბიჭო კაი რაღაცა რა კაი ძახლები ყოფილან გადასადა გაუტყდა გაიგე გაუტყდა მაგრა გაუტყდა და ეხლა უკვე ქორწილის დღეა რა და კარხასიაძე არიან და შენო ის ეხლა ბიჭის მამა ეუბნება გახსოვსო იქ რომ მე შაირეო კიო აი ეხლა მეც ჩემი პასუხი უნდა გითხრაო აბა გისმენო ბოჭკა დავადევი დავაწერე 9 წელია შეცოლა სადაც გიდა თქვიო და გაჩაღდა ქორწი აუდნენ ეხლა მე ვაკვირდები და ერთი ანეკდოტი გამახსენდა უბრალოდ ამ ჩამონათვალში არ არის და ის რიგარეშო რო თქვა ხო შეიძლება მუსიკოსებზე არა ეს კაი თემა გაგვახსენე ტენორს გარდაეცვლება მამა რა და გასვენების დღეა და ტირის ტენორი კლასიკური სიმღერის მომღერალი ვინცა ხო და მამი
მამი მი აიც გამღერების მამი კარგია ბიჭებო გადასარევია ეს თემა ამოვწურეთ ოჯახი ნამეტანი ბევრი ანეკდოტი გწოდნიათ და ორი რაუნდი დამთავრდა ამ ხუმრობაში ეხლა მე ჩემი საყვარელი რაუნდი იწყება თავისუფალი თევა ყოველგვარი ხელოვნური ინტელექტის გარეშე რაც თქვენ გადაგხდენიათ ან გაგიგიათ თქვენი ისტორიები ბრძანით დაიწყეთ ორგი მოკლედ ეხა უნდა მოყვე აი ამ პატივცემულზე ბატონ გიორგიზე ეს რაღაცა ისეთია მოკლედ გიორგი არის ძალიან მაგარი სიმთვრალეა ანუ კარგი გაგებით თუ ცუდი გაგებით კარგი გაგებით ოღონდ ერთი ცუდი ის არის რომ გინება უყვარს რა და საწყე ანუ შარიანი ხარ რა შარიანი არ არა არის ისე გაგებას რომ მამა კახელები და რა თაიწყით ეხლა ეგინება ვერ გავიგე ესე იგი მეგრელებისთვის გინება შარიანობა არ არის და კახელი იტყვის შენდე და რა შარიანია უამბობ ხო და ესეთი სიტუაცია არის დაგვაფარა თავზეო სამსახურის მერე იქნება ღვინო შეცვალო წადე ხო ზრიარაკ სპირტიაზე გემართე მაიცა მე ხა რაღაც დამაინტერესა სპირტიაზე გემართება თუ ღვინოზე ორივეზე მიზეს შედეგობრივ კავშირს ადგენ კახელებთან ღვინო არა უნდა გამოუგზავნო ღვინო და ვცადოთ რა ჩეთენთან არ დავი მეც ისე მემართება სხვათა შორის ჩვენ ერთად დავტესტავთ ხო სხვათა შორის არა იმდეს გამოგიგზავნო დატესტა თუ ამან გინება არ და არა თუ სწორი მიმართულებით იგინება შეცქენავარ ეგრე არ არის კი სხვათა შორის მე უნდა დაგეთანხმო იმიტომ რომ აი რატომაც შენ მოყევი ისტორია და ყველაფერი აი აბა ეხლა ვშო განვავრცეთ ეხლა გაიგე ანუ სამსახურის მერე წავედით ლევანისთან სახში რომ დავჯდე ცოტა ვიქეიფოთო და დაღლილები წავედით მივედით და რა თქმა უნდა ყველაზე პირველი დათვრა გიორგი ჩვენც კარგად დავართ მაგრამ ეს თქვენ ერთი გვარი ხო გაქვთ აქ ბიჭო მე ვიყავ მე მედალეო მოწინააღმდეგეები ჩვენ გვარი გვაქვს ერთი ამათ სახელი ხო და ბიჭო ეხლა რაღაცას ვფიქრობ მინდა რომ რაღაცა გავაწვალო ან რაღაცა აი всё მე ანუ მიზეზი ნელ-ნელა თავს იჩენ ხო და ეს გიორგი ამასობაში დიდი ორ საწოლიანი არის ორკაციანი საწოლი და მიწვა რაღაცა მინდა ბიჭო და მიუწექი გვერდით ვფიქრობ ეხლა რა გავაკეთო და ამევიღე ტელეფონი აი ეს არის გიორგი და დაურეკე და ვითომ მამამისი ვარ და მამამისით ხმის ველაპარაკები როგორ ხარ გიორგი მეთქი და რა ვიცი კარგად ბაბა შე როგორ დავთვერიო მელაპარაკება მე დედამისის ხმით ცოტა ხმა და შენ ესე ბაძაო არა ცოტა დავიწრული ხმა და ის სულეთი არ არის თვალისა ხო და რაღაც ამბები გამოვკითხე იქ ყველაფერზე პასუხობს მე ბებიამისის ხმაზე გადავედი და უკვე უთხარი რომ ბიჭო გიორგი მეთქი მამა შენს ავარია მოვიდა მეთქი ქალაქში მეთქი და ხო იწვა და წამოდგა ეს რა სიძახიო კაცო ესე და ესე შემთხვევა მეთქი და უკვე გადავედი შემთხვევის ადგილიდან პოლიციელის ხმით ველაპარაკე ბიჭო მანქანა კაპიკად აღარ ვარგა ჯარდში არის მამა შენი კარგად არის მაგრამ მაინც უდი სიტუაცია მეთქი და უკვე წამოდგა ადგა და დადის და ველაპარაკება ეს რასო კაცო როგორ მამა ჩემი როგორ არისო იქ და მე შემთხვევით შემომხედა მე და მიხვდა რა შანავა შენ ხარო ხო მეთქი ხო და შენი დედა შარიანი არისო კაცი გადაგირევია ძმაო რა მაგარი ბიჭები ხარ ჯიგრები ხარ გადაგირევია კაცი და შეიგინებოდა კაცი და ღვინო მაინც გამოგუგზავნე შენ რა შუაში ღვინო რომ მაინც გამოგუგზავნე კი ღვინო რომ მაინც არა მაგ წელს იაფათა მაგ კი ბატონო 8 ლიტრა მე მოგიყვებით ახლა მაგრამ მამის იმას ყვები შენ სხვადასხვა მოგიყვები მაგრამ ბოს აბა მეღვინეებს კითხე თუ არა აქ
ეგ ისინი იყვნენ ყარაჩოღლები. ღვინოს გაიაბა თუ თხარი არიციან ეგ გამონათქვამი. აბა გის მოკლედ გერმანიაში ისე თქვენ კი უნდა მოყვეთ ახლა წესით, მაგრამ მოყევით. ხო რიგარეში ბატონო მაგამ ბაოს მაგას არა კაცო, ვიცი შენ რას არა, ჩვენ მოყევით. გადახვდა ორივეს, მაგრამ მოყვებით. გერმანიაზე? ო, მოყვები. მიდი იქ ვიყავი მეც. ჩვენ ჰოლანდია გაგიმად ვიყავით. მოკლედ გერმანიაში წავედით კონცერტებზე რა. კონცერტები გვაქვს, დაგაგმილია კონცერტი და რო ჩავედით იმ დღეს გარდაიცვალა კონცერტის ორგანიზატორი. და მოკლედ დავრჩით ესე და რა გავაკეთოთ ახლა ვერაფერს ვერ შვებით და მესამე დღეს აი ბიჭო რას ლაპარაკობ. ხო ეგეთი. იშვიათობაა რომ ეგეთი რაღაცა შეგემთხვეს რა ადამიანი. აი ვაფშე არ ხდება. ხო ან ვაფშე არ ხდება და თქვენ გვემართება. ანა მოკლედ იმან რა ქვია მაგის მერე ვერ გასწავლე. ხელმოძღვანელი გვეუბნება რომ მესამე დღეს არისო დასაფლავებაო და მოდიო ბარემო აქ ვართო და საგალობელიო ქართულ ამბავშიო უგალობო ქართველი იყო ორგანიზატორი. არა გერმანელი იყო მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელი გვეუბნება რომ მოდიო უგალობოთო რა პატივი მივაგოთო ბარემ აქ ავართო ქართველი საგალობელი. ქართული საგალობლები და რაღაცა ის არის რა ქვია კათოლიკური ეკლესია დგას და ზარს ჩამოკრავენ დედე კარიბჭე ასე გაიღება ხო შიგნით არის შიგნით არის მიცვალებული ხალხის გასუსული და დავიწყებ ჩვენ შენ ხარ ვენახი ვიგალობეთ დაიკეტა ისევ ზარს ჩამოკრეს გაიღება კარები ხო და კიდე რაღაცა ვიგალობეთ დაიკეტა და ბოლოს მოკლედ ბიჭო თან ცივა რა ეს დამავიდა გარეთ არის 28 დეკემბერი კვაცია აზიურები გაგვეხიდა ყველაფერი რა და თან ნერვებიდან ვიშლები რომ კონცერტზე ვარ ჩამოსული და დაცუღერი გასვენებაში ხერი ხასკიულა და კონცერტებზე ჩავიდა გასვენებაში მღერი. ხო და მოკლედ ეხლა ის დროა რომ ნუ გამოასვენონ უნდა ეს მიცვალებული და ისაო ბიჭებო კიდე ერთი რაღაცა სიმღერა იმღეროთ და უკვე საერო სიმღერაზე გადმოვედით საგალობლების ნაცვლად და ჩვენი ბაჩი არის ჩვენი წევრი ანსამბლის და ბაჩიმ დაიწყო ვისია რა მოკლედ და ანუ ეხა როგორი ამბავია იცი ისინი ვერ ხვდებიან ამ ყველაფერს გამოსვენების მომენტია და მივაცილეთ რა მერით ვისია და ტაშიც კი მიაყოლეს უკან რა და ბოლოს ეხლა ჩვენთან რო იციან ხო მიწის მიყრა მუჭებით აი ეს პროცესია იქაც ეგრე წოდნიათ ხონად გავართ ესე და დაღვრემილები ვართ აი ძალიან შეწუხებულები ვართ ამ ფაქტით რომ თან გცივა თან უფლოდა ვართ ხო და მოდის ხელმძღვანელი და ბიჭო რა გატირებთო თქვენო რა ცხვირპირი ჩამოგტირითო რაღა კვატირებთ მეთქი ბატონო ჩამოგ ხელფასი ჩვენ არა თქო სიცივეში ჩვენ ვიყიდებით თქო ქელეხშიც მოგვიწევს ალბათ სიმღერა და ამიტომ ტირი თქო რა ბოლოს მე თუ გაინტერესებთ როგორ დამთავრდა ახური მრავალგამიერი ჩავასვენეთ ჩავასკი ფარტარ ნუ რა ის დაგეგმო ვერ ჩაატარეთ კოცი. არა რა კონცერტ ჩავატარეთ ქელეხში ჩავატარეთ დოლგარმონი ქელეხში ვიმღერეთ და იქ ავაგროვეთ აქეთან წამოსასვლელი ფული იქ ავაგროვეთ მე და ასეთი იყო არა ვისია რომ მიასვენებენ მაგარია. ეგ ნაღდი იყო აი მაგარია ეგ უნდა გადაგეღოთ ბიჭო. აი როგორ ვერ მოვიფიქრეთ მაგდენი ეგ უეჭვად საქართველოში იქნება მოხვედრილი. არა ჰამბურგში იყო ჰამბურგში ხო არა ის თვითონ ის კაცი ქართული სიმღერები ჩაატარდა იმაში ყარებია ქართული პოლიგონია ნაყარება ხო და აქვია გერმანელის იმაში რომ ქართულად იმღერებ დაახლოებით იმას გავს რო დაესიზმრება კახელს ხო ის თავისი ხვარი ვისი პიჯაკი ჩამაცვიო ვიღაც გერმანელი დავდეს ჩემია მამეციო შედი დედა ეგენ ჰენჩი უყიდა რა მეორადების ეცა აი ეგეთი ამბავი ხშირი იქნება საქართველოში ალბათ თავისი რო მე რო იმაზე მოყვე ხა შეხო გერმანიაზე მოყვე რო ჰამბურგზე ალუ ეხლა შენც არ მითხრა იქეთ თქვენ პანაჟდებზე დადიხარ არა პირიქით კაცო იმის თემა არის ახალი წლის თემა არის სოფელ პალურში ხდება ეგ სიტუაცია ძველი კლუბი იყო და გადააკეთეს საბავშვო ბაღადეგა ხო იქ პარტნერი და ის მოხსნეს რა უცნაურ რაღაცეებს ხვევი აი ეგრე იმაში ფოი არის გადააკეთებული საბავშვო ბაღად ან დარი ახლა მასწავლებელი დამრიგებელი ვინც არის ეგ არის მცხობელიც დირექტორი აღმზდელი რა ქვია პოლის ბაბუა ფიფქია პონკია თავისთავად და ანუ ყველაფერი ეგ ხალი არის მეწარმე და ლიდერი მოკლედ და ისე ენთუზიაზმით და ისე პასუხისგებლობით ეკიდება ამ საქმეს რომ
თავის ძმას თხოვა ახალი წლის ზეიმზეო სახლიდან წამოიღეო ნაძვისხეო შე რო გვაქო და ისო რომ მოვიდა აი წამოიღე სახლიდან მიიტანა თავისი ნაძვისხე იქ დადგა რა ჭეშმარიტი ხელმძღვანელი. ეს ახლა როგორი ის არის ნაძვისხე რომ ურნაში არის ჩარგული ცოცხალი არის და გამოწყობილი არის წვიმების კამფეტები რაღაცები კიდია სათამაშოები და ზეიმი ჩატარდა ბავშვებმა იცეკვეს ზოი გამოვიდა ეს ქალი ზოია ქვია ამ გადაცემას აქედან მოვიკითხა მოვიკითხეთ კარბატოიძე მაგის ძმას ფრიდონისას მოვიკითხავი ჩემი კლასელის ის არის მამა იქ კაცი და მაგრამ ძალიან კარგი ხალხი არის და მოვიკითხავ აქედან მოკლედ გამოვიდა ზოია ითამაშა თოლის ბაბუას გააკეთა ფიფქიას გააკეთა კაცო ბავშვებს აჭამა ასვა აცეკვა ბენაცვალი ბოლოს იმღერა კიდევ და ოხა და მორჩა რა ზეიმი მორჩა ზეიმი ბავშვები იქ ზოგი იქით არის ზოგი იქით არის რაღაცებს სათამაშოებს ხსნიან და ამასობაში ფრიდონი მოვიდა უნდა წაიღოს ეს ნაძვისხე რა სახლში უკან ხო უნდა წაიღოს აი მოიკიდა ზურგზე და მიაქ ნაძვისხე მიაქ და ბავშვები გამეკიდე ფრიდონი ბიძია მან ჩამოიღო ნაძვისხე დადგა ახალი წელები ყველას უხარ ამ კაცი გამოხედა ბავშვებს ხო ბიძიკოებო ფიძიკოები გა სადიგაკ ნაძვისხე შენი დედა ბაღის ბავშვებმა ვაუ კაია ნაძვისხე დადებიჩო ბიჭებო აი რა გითხრათ იცი ძალიან კარგი გაცემა გამოვიდა საბოლოო ჯამში ეხლა თქვენ მე კი გითხარი დასაწყისში სულ რაღაც 350 ლარია მეთქი ბიუჯეტი მაგრამ უფასოდ ვერ იხართ პანაშვიდებზე და შენიერი ფულია ხოდა გადმოგცემთ ანსამბლს ფლიანად ის ორი კაცი კიდე დაგემატებათ ალბათ გადაცემის ბოლოს სიმღერაში და მე მინდა წარმატებები და ჯანმრთელობა გისურვოთ აი არ გამოგილიოთ ხუმრობის ხასიათი არასოდეს იყავით ბედნიერები და ჯანმრთელები და მადლობა რომ თქვენი დრო გამოყავით და ჩვენ დაგვითმეთ თქვენი ხრივ ჩვენს დაგვეხმარეთ იმიტომ რომ გადაცემას ვერ ჩავწედით ასე რომ ხელმა ხელი დაბანა და პლუსი თქვენსკენ არის გაიხარეთ დიდი მადლობა ამ სიმღერას იმედია რომ ისევ იმ შემართებით შეასრულებ თანმოგებულები და მე კი მაყურებელს ვეტყვი რომ ძალიან კარგი გადაცემა იყო გამიხარდა რომ გავიცანი მეგრელები აგერეს სიახლოვეს ჩვენთან და წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ თქვენც ასევე გაიხარეთ და ყველაფრისთვის დიდი მადლობა დიდი წარმატებები პენიერი გადაცემა არის მინდა გითხრათ და აქ რომ მოვედი ძალიან კარგი გარემო იყო და მოკლედ ჩვენ ძალიან მისიამოვნებთ გენაცვალე ოქროები ხელშემოქმედებით ჯგუფს ძალიან დიდი მადლობა და ის ქალის წლისთავი არ გამომაპაროთ როჭა არა ვისია და მავიწყდება მაგარი რამე გაგიკეთებიათ კლას გარეშეს ძალიან ბევრს მაგრამ ეხა ხო მე მეც მივხვდი ეხა ეს სამგლოვიარო სიმღერები და ცოტა ისეთი ამოგეწურათ და კიდე კაი ქუდი გვეზე დაგიხურავს არ იყო თორე იყო არა მე ხო ახლა იქაც ხო უნდა აგვიგორებინა წამოსასწრებული კაცო ბანდი ეგეც საოცარი რამეა ელესი იცით რა ქონდა თომარი რაც კონცერტზე უნდა აი არის ძალიან საინტერესო რა რა და ბორში ქონდა აუ იციან მაგათმა კაი ბორში იციან ისა კიდე გუფთე ბიჭო იმისი არ იყოს ხო იცი ესეთი ქვეყანა გვაქვს რომ სიკვდილიც კაია აქ არა და გაუფრთხილეთ ჩვენ საყვარელ სამშობლოს დიდი პატივისცემა ბიჭებო წარმატებები თქვენ კი ჩემო ერთგულო მაყურებელო გემშვიდობებით კვირამდე აუცილებლად უნდა გვიყუროთ რუსთავი ორჯერ რა თქმა უნდა